მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურების შესახებ, მისი მაღალყოლა და სამდელოების კუთათგაიანათი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ლოცვა-კურთხევით. ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ წინა საუბარს, რომელიც პირველი საუკუნის ღვთისმსახურებას მიუძღვენით კონკრეტულად მოციქულთა პერიოდის ღვთისმსახურებას ჩვენ იქ განვიხილეთ წმინდა წერილის საფუძველზე განვიხილეთ და შევხედეთ და წარმოდგენა შეგვექმნა როგორ ძირითადად როგორ დააწესა ახალი ღვთის ეკლესიაში ზიარების საიდუმლო მაცხოვარმა პასექის რიტუალთან ერთად და რასაც მერე უკვე მისი მოწაფეები იმეორებდნენ ყოველი წირვის პროცესში, ხო? ეხლა და აქცენტი გაკეთებული ჰქონდა იქ უშუალოდ ევქარისტიულ ევქარისტიის საიდუმლოზე, ანუ ზიარების საიდუმლო. სამადლობელი მსხვერპლია ევქარისტია ბერძნულიდან რო თარგმნოთ ქართულად, ხო? სამადლო მთელი ჩვენი წირვა არის მადლობა ღვთის წინაშე და ჩვენი სინანულით მივდივართ მოგზალებით, რომ ჩვენი ცოდვების მოსატევებლად და ჩვენი სულის საცხოვნებლად მივიღოთ ქრისტეს მარადიული სიცოცხლე, ქრისტეს ხორცთან და სისთან, ესე იგი შეერთებით. ეხლა ამ საუბარში, დღევანდელ საუბარში ჩვენ შევეხოთ იგივე პირველ საუკუნეში ვჩერდებით, ასე რომ ვთქვათ, და პირველ საუკუნეში მეტნაკლებად, რომ გადავხედოთ, ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილები როგორ იწყებს ფორმირებას და როგორ რაღაც კონტურები თუ იკვეთება ამ შორეული გადასახედიდან. ეხლა 21 საუკუნიდან რო შევხედოთ, რა საფუძველს ვხედავთ ჩვენ იქა, რომ ეს შემადგენელი ნაწილები ჩვენ ცალკე მიუძღვენით საუბარი ძველი ღვთისმსახურების შემადგენელი 5 ნაწილი რომ იყო და 5-ვე ნაწილი რომ შეინარჩუნა ახალი ღვთის ეკლესიამ, ხო? ეს იყო სიტყვაზე წმინდა წერილის კითხვა, წაკითხული წმინდა წერილის განმარტება, იყო საერთო ლოცვა, იყო გალობა და იყო მსხვერპლის შეწირვა. უბრალოდ მსხვერპლის შეწირვაზე ესეც ცალკე ვილაპარაკეთ, განვიხილეთ, რომ იქ სისხლიანი მსხვერპლი იყო, აქ ჩვენ უსისხლო მსხვერპლი გვაქვს, თუმცა მათ შორის გარკვეული მოქმედებები იდენტურია და მიზნობრივად რის გამოდაც იწირებოდა ის სისხლიანი მსხვერპლი, ესეც აქ შენარჩუნებულია იყო. სამშვიდობო თუ ცოდვათათვის თუ სამადლობელი და ასე შემდეგ ყოველ დასაწყისში ყველაფერს მოიცავს ზიარების საიდუმლო. ახალი ღვთის ეკლესიის ღვთისმსახურების ეს გვირგვინი სამადლობელი საიდუმლო, ზიარების საიდუმლო ფაქტიურად არის მშვენება არა მარტო ახალი ღვთის ეკლესიისა, არამედ იმ ყველაფრის მომცველი, რასაც ძველი ღვთის ეკლესია ავალებდა ებრაელ ხალხს. ეხლა ვნახოთ შემადგენელი ნაწილი დავიწყოთ ღვთისმსახურების წესგანგებას, რაც შეეხება ტიპიკონს, ეგრეთ წოდებულს. ტიპიკონი ჩვენ გვითხავს, რომ ეს ბერძნული სიტყვა და ნიშნავს სავალდებულო წესს, ანუ კანონს. ეგრეთ წოდებული ტიპიკონი ახლა პირველ საუკუნეში ჯერ კიდე არ ჩანს და არ არსებობდა გარკვეული რიტუალი თანმიმდევრობა, ისინი იმეორებდნენ, როგორც ვთქვით, ჩვენ იმ საიდუმლო სერობის დროს მაცხოვრის მიერ აღსრულებულ მოქმედებებს. ეხლა ტერმინი ამ ზიარების საიდუმლოს აღსრულებისა ჩვენ წმინდა წერილში ხვდება პურის განტეხა. პურის განტეხაში იგულისხმება, როგორც ახლა რო ვთქვით, ვამბობთ, რომ განიტეხების და განიყოფის წირვაში, ხო? როდესაც მამაო ჩვენო შემდეგ წმინდათაზე აამაღლებს შეწირულ ქრისტეს ხორცს მოძღვარი, ამის შემდეგ იმას განიტეხების და განიყოფის, ანუ ვანაწილებს ჩვენ ყოფთ იესოთ ქრისტე ძლეთ ვართ, მერე ცალ-ცალკე, ესე იგი მრევლი რო ვაზიაროთ, ძლეთ დავანაწილებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ეს ტერმინი მომდინარეობს წმინდა წერილიდან. პურის განტეხა ქვიოდა და ეს პურის განტეხა ზოგადად ევქარისტიული პურის დანაწილებას გულისხმობს და ეხლა მაგალითისათვის რომის კატაკომბებში არის ფრესკა ესეთი, რომელსაც ქვია თურმე პურის განტეხა და აქ წარმოდგენილია ნახევრად მრგვალი მაგიდა, სადაც ზის 6 ადამიანი და მათ თავში უზის წვეროსანი მამაკაცი, რომელიც ტეხს პურს და უნაწილებს მერე თითეულს. და აქვე არის 2 თებში, ერთ თებში დევს თურმე ფრესკაზე ესია გამოხატული 2 თევზი, ხოლო მეორეზე 5 პური.
და შესაბამისად ესეც სახარებისეული მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაული რომ 5 პულით 5000-ში განაწყვეტა 2 თევზი რომ გაუმრავლდა იმდენი რომ ფაქტურად 12 გოდორი აიღეს მე ნამუსრებისგან ხო ეხლა რაც შეეხება აღაპის დროს უშუალოდ ესე რომ ვთქვათ აღაპი სუფრასთან ერთად იმართებოდა ეს სიყვარულის საღამოები იყო ჩვენ აღაპზე ცალკე ვისაუბრეთ ცალკე საუბარს მიუძღვნით ამას მომავალში პერსპექტივაში ღვთის შეწევნით და გვექნება წარმოდგენა რომ ეს მთლიანად საიდუმლო სერობის საფუძველზე ჩამოყალიბებული იყო მას თავისი მიზანი ჰქონდა თავისი დანიშნულება ჰქონდა თუმცა ისტორიულად ეს მიზანი სამწუხაროდ მთლად სწორად არ წარიმართა და შემდეგ აღაპი გარკვეული პერიოდით გარკვეული ასე ვთქვათ საუკუნეების მანძილზე გააყვა ინერციით წირვის მსვლელობას თუმცა შემდეგ საბოლოოდ ჩამოშორდა მას ადგილი მოინაცვლა ჯერ აღაპი იყო და მერე ზიარების საიდუმლო შემდეგ შეიცვალა ჯერ წირვა ანუ ზიარების საიდუმლო და მერე აღაპი მაგრამ შემდეგ საბოლოოდ ჩამოშორდა მას ეს სხვა თემაა სხვა დროს ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ ანუ ფაქტიურად ღვთისმსახურების წესგანგება კონკრეტული ტიპიკონი ჯერ კიდე არ არსებობს უბრალოდ ესე იგი ხდება იმ საიდუმლო სერობის გახსენება ეხლა რაც შეეხება ქადაგებას ქადაგება იყო უდიდესი ნაწილი პირველი საუკუნის ღვთისმსახურებისა ქადაგებდნენ იხსენებდნენ მაცხოვრის სწავლებებს მაცხოვრის სახარების და მოციქულების ასე ვთქვათ სწავლებებს და ამის მიხედვით ასე ვთქვათ მსჯელობდნენ მაცხოვრის მიერ აღსრულებულ გამომსყიდველობით მსხვერპლზე ეხლა ამის მშვენიერი მაგალითი გვაქვს ჩვენ მოციქულთა საქმეებში მე-20 თავში სადაც ჩანს რომ პავლე მოციქული რო დაბრუნდა მესამე მისიონერი მოგზაურობიდან ტრუადაში და იგი ასე ვთქვათ ერთსამა შაბათსაო მე-20 თავში მოციქულთა საქმეებისა 7-დან 11 მოხლამდე ესეთი ეს არის გადმოცემული რომ ერთსამა შაბათსა შეგრებილი იყვნენ განტეხასა პურისასაო და პავლე განსვლად იყო ხვალისაგან განაგრძო სიტყვაო და შუაღამემდე გაუგრძელდაო ძალიან დიდხან გაუგრძელდაო სანთელი მრავალნი იყვნენ ქორსაშინა დანთებულნიო და ჭაბუკი ევტიქი ჩამუდარი იყო სარკმელზე და ამ პავლეს გაგრძელებული სიტყვის გამო მას ჩაეძინა და გადავარდა მესამე სართულიდან და მოკვდა და შემდეგ საქმე მოციქულთა გვიჩვენებს რომ პავლე მოციქული ჩავიდა დაბლა ფაქტიურად და გარკვეული დროის შემდეგ ამოვიდა და ანუგეშა ყველანი რომ დაამშვიდა დააწნარა ნუ არინერულოდ ესე იგი სული მისი მასთან არის და ფაქტიურად შემდეგ ჩანს მოციქულთა საქმე გვეუბნება რომ ამოვიდა ევტიქი ამოიყვანეს ცოცხალი ხო და პავლე მოციქულმა გააგრძელა მე ასე ვთქვათ მსახურება და ევქარისტიის საიდუმლო შეასრულა ეხლა რომ შევხედოთ და ავხსნათ ერთსამა შაბათსა ნიშნავს რომ ეს კვირა დღე იყო და კვირის მსახურება აქ აღწერილი ეხლა ხორში იყვნენ შეკრებილები როგორც ვიცით ტაძარი არ არსებობდა ტაძარი ებრაელებს მხოლოდ ერთი ჰქონდა ჩვენ ჰქონდა საუბარი სატაძრო და სინაგოგალურ მსახურებაზე სინაგოგები მრავალი იყო მაგრამ ტაძარი ერთი ჰქონდათ არ უნდა გაგვიკვირდეს და ჩვენ ამასაც რასაკვირველია სწორად უნდა ხედავდეთ მოციქულები ჯერ კიდევ მთლიანად გამიჯნული არ იყვნენ იუდეველებისაგან ისინი მოციქულთა საქმეები ამაზე გვეუბნება ნათლად ეპისტოლეებით ისინი სინაგოგებში შედიოდნენ სოლომონის ტაძარში შედიოდნენ პასექის დღესასწაული რომ მოდიოდა და ისინი ფაქტიურად მსახურებებს გარკვეულ მსახურებებს ერთად ესწრებოდნენ ებრაელებთან ერთად იუდეველებთან ერთად თუმცა წირვას ებრაელებთან ერთად რასაკვირველია ვერ შეასრულებდნენ ამიტომ ისინი წირვისთვის ცალკე იკრიბებოდნენ წირვისთვის ისინი იკრიბებოდნენ ღამღამობით რათა შეუმჩნეველი დარჩენილი იყო ეს შეკრება იუდეველებისაგან წარმართებისაგან და რათა მშვიდად მშვიდობიანად ასე ვთქვათ წყნარად შეესრულებინა ემსახურება თანაც ისინი ამისთვის შუაღამესაც ირჩევდნენ და ასევე ირჩევდნენ ცოტა მაღალ შენობას მესამე სართულზეა ჩანს აქ ქორში ეს წირვა რომელიც აღასრულა პავლე მოციქულმა და მესამე სართულზე იმის გამო რომ მათი ასე ვთქვათ ემსახურება თუ ლოცვის თქმა თუ გალობა ასე ვთქვათ ვინმესთვის
ხელი შემშლელი არ ყოფილიყო, არ შეშლოდათ მათ ხელი ძილში და მოსვენებაში და ხელი არ შეეშალათ მე მოციქულებისთვის წირვის მსვლელობაში და არ დაერბიათ მათი მსახურება. ეხლა ნახეთ, რაც შეეხება იმას, რომ სანთელი მრავალიენთო, რომ განათებული იყო იქაურობა, როგორც გავს ეს ქორი ოთახი ძალიან დიდი არ იყო, იმიტომ რომ ყველასთვის ადგილი არ იყო ოთახში და ამის გამო სარკმელზე იჯდა ევტიქი. დაჯდომა დასაშვები იყო დასაგვირველია ჩვენ ამას სხვა დროსაც შევეხებით და ევტიქის ჩაეძინა და გადავარდა. ჩაეძინა იმის გამო რომ პავლე მოციქულის გაუგზელდა სიტყვა ერთის მხრივ და მეორე როგორც გავს პავლე მოციქული ისეთ ცოტა მძიმე საკითხზე, ღონიერ საკითხზე საუბრობდა, მნიშვნელოვან საკითხზე, ღრმა დასაფიქრებელ საკითხზე საუბრობდა, რომელიც ევტიქისთვის მთლად გასაგები არ იყო, ჩაეძინა და ამიტომ გადავარდა ესე იგი სარკმლიდან. ეხლა რაზე შეეძლებოდა ესაუბრა პავლე მოციქულსო? განმარტებლები კითხვას სვამენ. პავლე მოციქული საუბრობს მაცხოვრის ჯვარცმის დროს ასრულებულ გამოხსნელ მსხვერპლზეო, რომლის გაგრძელებაცაა ევქარისტია. ჩვენ ხომ ფაქტიურად ამით ასე რომ ვთქვათ, ევქარისტიით ვეზიარებით უერთებით გამომსყიდველს და მისი გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე უკვე ხდება ჩვენი, იმიტომ რომ ჩვენ და ღმერთი ერთი ვხდებით. რა საკვირველია. და პავლე მოციქულს რომ ქონდა ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო ხედვაც და ასე ვთქვათ ფორმულირებას თავისი ეპისტოლეები ამას გვიმტკიცებენ ჩვენ და გვახედებენ ამაში რომ მაგალითად რო ვთქვათ მეორე კორინთელთა ეპისტოლე რომ თავდება მე-13 თავის ბოლო მე-13 მუხლი საოცარი სიტყვებია პავლე მოციქულისა კურთხევის მისეული ფორმულა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესისა სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა თქვენ ყოველთა თანა ეს არის ფაქტიურად სამების დოგმატი, წმინდა სამების დოგმატი პირველ საუკუნეში წარმოთქმული არა და წმინდა სამების დოგმატი ჩვენ ვიცით მეოთხე საუკუნეში მიიღო ჩვენმა წმინდა ეკლესიამ. ანუ 3 საუკუნით ადრე სამების დოგმატი მშვენივრად ჩამოაყალიბა პავლე მოციქულმა. რა საკვირველია ასეთი ამ წმინდა სამების ჰიპოსტასებზე საუბარი ევტიქისთვის ცოტა მძიმე მოსასმენი თემა იქნებოდა, ამას სათანადო განათლება და სათანადო სულიერი სიმაღლე ჭირდებოდა და ამის გამო ყველა შეიძლებოდა ვერ გაეგო ესა. ეხლა ფაქტიურად წმინდა პავლე მოციქული პირველად ამკვიდრებს ასე ვთქვათ სინაგოგალური მსახურების პარალელურად ქრისტიანთა შეკრების ადგილად ეკლესიას და ის უკვე ქრისტიანთა შეკრებას ეკლესიას უწოდებს. ხოლო იაკობ მოციქული ქრისტიანთა შეკრებას მაინც შესაკრებელს უწოდებს. შესაკრებელი სინონიმია სინაგოგისა, რა თქმა უნდა, თუმცა სინაგოგა ებრაელების შესაკრებელი იყო, რასაკვირველია, ხოლო ქრისტიანების შესაკრებელი ახლა რასაც ჩვენ უკვე ეკლესიას უწოდებთ. ეკლესია ვართ ჩვენ, ყველანი ვინც ვიკრიბებით ქრისტეს ღვთის და ჩვენი წმინდა სამების სადიდებლად და სამადლებლად რომ შევწიროთ მსხვერპლი. ერთი სიტყვით ეგ იყო, ასე რომ ვთქვათ, ქადაგების ნაწილი ძირითადად მოიცავდა მთელს შეიძლება ითქვას მთელს ღამისების მსახურებაში ალბათ 2/3-საც კი და შეიძლება მეცაც. ეხლა წმინდა წერილის კითხვას რაც შეეხება, აქაც პავლე მოციქული ფაქტიურად არის შეიძლება ითქვას პირველი საუკუნის ღვთისმსახურების განვითარების სულის ჩამდგმელი და აი პავლე მოციქული გვიჩვენებს ჩვენ ეპისტოლეებში, რომ თუ ძველი აღთქმის ეკლესია კითხულობდა იუდაიზმში ძველი აღთქმის წმინდა წერილს, იმიტომ რომ ახალი აღთქმის წმინდა წერილი არ არსებობდა ჯერ კიდევ, უკვე პავლე მოციქული ნელ-ნელა იძლევა დირექტივებს თავის ეპისტოლეებში, რომ წაიკითხონ უკვე ახალი აღთქმის წმინდა წერილს. მაგალითისათვის ნახეთ თესალონიკელთა პირველ ეპისტოლეში მე-5 თავის 27. გააფუცებ თქვენ უფალსა წარუკითხეთ წიგნი ესე ყოველთა ძმათა წმიდათა. ანუ დაავალად მიწერა და თან წაუკითხეთ თავის დაუცხადია რა დროს წაუკითხონ როცა შეიკრიბოდნენ იცილი ღვთისმსახურებისათვის, ხო? ახალი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურებისათვის. კოლოსელთა ამ დროს თესალონიკელთა ეპისტოლე 51 წელს აქვს დაწერილი პავლე მოციქულს. ახლა ნახეთ კოლოსელთა მიმართ ეპისტოლეში რას ბრძანებს, რაჟამს ამოიკითხოთ თქვენ წიგნი ესე ეგრეთ ყავთ, რათა ლავდიკელთაც ამოიკითხონო. ანუ გაუგზავნეთ ეს
ლაოდიკიას მის ეკლესიას იქ გადაწერონ, იქაც ამოიკითხონ და ამის შემდეგ ამოწდა ლაოდიკიათა რათა თქვენვე ამოიკითხოთ. მე ისევ თქვენ რომ დაიბრუნოთ და თქვენს ასე რომ ვთქვათ წაიკითხოთ. ანუ არაერთჯერად წაკითხვას ავალებს. ანუ პერიოდულად ესე გარკვეული პერიოდულობით ესე გამეორებას ანუ ეგ არის მტკიცებულება იმისა რომ ნელ-ნელა პირველივე საუკუნეში ახალი აღთქმის ეკლესიის წმინდაწერილი იმკვიდრებს ადგილს მოციქულთა ღვთისმსახურებაში. ეხლა ნახოთ ჰიმნოგრაფიასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გვაქვს. ჰიმნოგრაფიასთან დაკავშირებითაც ასევე პავლე მოციქულის ეპისტოლეები გვაძლევს ამასთან ჩვენ დაკავშირებით ინფორმაციას, მაგალითად კოლასელთა მესამე თავის მე-16 მუხლი. ასწავებდით და მოწვრიდით თავთა თქვენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა. მადლით უგალობდით გულთაშინა თქვენთა უფალსა. და ეფესელთა ეპისტოლეში მე-5-19 ამბობს ეტყოდეთ თავთა თქვენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა უგალობდით და აკებდით გულითა თქვენითა უფალსა. ანუ ფაქტიურად აქ პავლე მოციქული ამკვიდრებს ახალ ტერმინს სულიერ შესხმათა ასე ვთქვათ ტერმინს. ანუ ფსალმუნის გალობა გასაგებია რომ მოდიოდა ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით ძველი აღთქმის შემადგენელ ნაწილებზე როცა ვისაუბრებთ თქვით რომ იქ ძირითადად ორი მიმართულება ჰქონდათ ჰიმნოგრაფიაში ფსალმუნებს გალობდნენ და ამასთან ფსალმუნი იყო როგორც სახოტბო სადიდებელი უფლისა ასევე სასინანულო რასაკვირველია და ამასთან ერთად პარალელურად გალობდნენ ისინი ეგრეთ წოდებულ ჰიმნებს ძველი აღთქმის ჰიმნებს რომელიც იყო მხოლოდ სახოტბო ამა თუ იმ ქველმოქმედების საპასუხოდ ქველმოქმედების შემდეგ უფლის სადიდებლად და სამადლებლად სახოტბოდ შედგენილი საგალობლები, ხო? ეხლა აქ ძველი აღთქმის ფსალმუნების გვერდით უკვე აშკარად პავლე მოციქული ამბობს შესხმათა სულიერთა უგალობდითო. ეს შესხმა სულიერი რა არის? ეს იგულისხმება უკვე ნელ-ნელა ახალი აღთქმის ეკლესიის საგალობლები, ანუ ახალი აღთქმის პერიოდში შეთხზული ახალი საგალობლები, რომლებიც იუდეველებს არ ჰქონდათ რასაკვირველია. რა იგულისხმება ეხლა აქა? უპირველეს ყოვლისა აქ იგულისხმება ჩვენ ეხლაც 21 საუკუნეში ვასრულებთ ამას ჩვენი ეკლესიის ღვთისმსახურებაში. ეგ არის წმინდა წერილი ლუკას სახარება პირველი თავი მშვენივრად გადმოგცემ ჩვენი ყველა წმინდა ღვთისმშობლის ტექსტს, წარმოთქმულ ტექსტს ადიდებს სული ჩემი უფალსა, რომელსაც უპატიოსნესაც ჩართვით ვასრულებთ ჩვენ ცისკარში. ეგ არის მერვე გალობა რო დასრულდება და ვიდრე მეცხრე გალობა დაიწყება მანამდე ესე ვთქვათ ყველა წმინდა ღვთისმშობლის საგალობელი, ხო? ეს არის პირდაპირ წმინდა წერილი და წმინდა წერილიდან ესაა შესმა სულიერი ფაქტობრივად რომელთაც უკვე ახალი აღთქმის ეკლესია განსხვავებით ძველი აღთქმის ეკლესიიდან უკვე ამდიდრებს ჰიმნოგრაფიულ ნაწილს. და ამასთან ერთად ასევე იგივე პირველი თავი ლუკას სახარებისა ზაქარია წინასწარმეტყველმა როცა სახელი უნდა მიეცა იოანესთვის და მანამდე როგორც ვიცით ის მეტყველება დაკარგული ქონდა იმის გამო რომ არ ირწმუნა გაბრიელ მთავარ ანგელოზის გამოცხადება და დაწერა კიდეც ფიცარზე იოანე არ სახელი მის და ამეტყველდა კიდეც, ხო? აღუდგინა უფალმა მეტყველება, ხო? მეტყველების უნარი და ამ შემთხვევაში მას მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭი და წარმოთქვა მშვენიერი ასე ვთქვათ წინასწარმეტყველება რომელიც ჩვენ ასევე მეცხრე გალობაში ვასრულებთ უმცირესის სახით მას ურთავთ მეცხრე გალობას ყოველ ცისკარში სადღესასწაულო ცისკარში. ეგ არის ლუკას პირველი თავის 72-79 მუხლები. ხო, ეხლა რაც შეეხება ესე იგი ამის გარდა ძალიან საინტერესოა აპოკალიფსში გამოცხადებაში მოცემული მუხლები იქ მრავალი ადგილია მე-15 თავი, მე-19 თავი სხვადასხვა მუხლებით პირველი, მეორე, მე-4, მე-9 სადაც საუბარია რომ მოვიდა ქორწილი კრავისა და ცოლ-მამისმა განიმზადა თავი თვისი სიმბოლურად აქ იგულისხმება უფალი და მისი წმინდა ეკლესია. ფაქტიურად ცოლი კრავისა ქრისტეს ეკლესია თავისთავად ცხადია. ეხლა რაც შეეხება
ესე იგი ამ ჰიმნოგრაფიის გარდა კიდე საინტერესო ნაწილი რო პირველ საუკუნეში ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიას ჰქონდა თურმე ძალიან საინტერესო დამოკიდებულება სულთმოფენობის დღესასწაულზე, როგორც ვიცით ჩვენ რომ სხვადასხვა ენებზე სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე და სხვადასხვა ენებზე მეტყველება დაიწყეს. ამის შემდეგ ფაქტიურად ეკლესიას ჰქონდა თურმე მცდელობა შეექმნა ერთი საღვთისმსახურო ენა და გლოსოლალია ქვია ამას თურმე ესე ვთქვათ ბერძნულიდან ქართულად რო ვთარგმნოთ სხვადასხვა ენაზე მეტყველების უნარი და ეს ფაქტიურად სულიწმიდის მადლი ყველა მიიღო მოციქულებმაც და ფაქტიურად მოციქულების შემდეგ ფაქტიურად ყველას ეძლევა ეს ახალი აღთქმის ეკლესიის წიაღში ვინც კი შემოდის და ნათლისღების შემდეგ მირონს იწყებს მირონცხების საიდუმლოს საშუალებით, მაგრამ ნახეთ რა საინტერესოა ეს მადლი მოციქულებმა მიიღეს და თითქოს შეეძლოთ სხვადასხვა ენებზე საუბარი, მაგრამ პირდაპირ გვითითებენ იმაზე, რომ პეტრე მოციქულს მიუხედავად იმისა, რომ თავი იყო მოციქულებისა და მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდის მადლით მასაც ჰქონდა სხვადასხვა ენებზე მეტყველების უნარი, სპეციალურად დაავალა და ბერძნული ენის მთარგმნელად, ბერძნულ ენაზე მთარგმნელად აიყვანა მან მარკოზ მოციქული, შემდეგში მახარებელი მისი ასე ვთქვათ სულიერი შვილი და ახლა ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო ანალიზს აკეთებს ამასთან დაკავშირებით მე-19 საუკუნის მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორი მიხეილ სკაბალანოვიჩი ლიტურგისტი, რომელიც ისტორიულ პროცესს დიდი ვებერთელა ნაშრომი მიუძღვნა და ის ამბობს, რომ ასე ვთქვათ თურმე ამ შემთხვევაში ეკლესიას ჰქონდა მცდელობა რაღაც გარკვეული ხელოვნური ენაში ექმნა საღვთისმსახურო ენა და ამის გამოძახილი არისო, რომ დასავლეთ ეკლესიაში რეალურად ფუნქციონირებდა და მიმდინარეობდა მსახურება ლათინურ ენაზე, ლათინური ენა იყო ამ კუთხით ესე ვთქვათ გამოკვეთილი, ხოლო აქეთ აღმოსავლეთ ეკლესიაში მოგვიანებით შემდეგ ამ მიზნით და ამ პრინციპით იყო ეგრეთ წოდებული სლავური ენა, ძველი სლავური ენა, რომელიც რუსეთის ეკლესია იყენებს ახლა ამას ღვთისმსახურებაში და ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიანული ეკლესიები თუნდაც ბულგარეთი და უშუალოდ რუმინეთი და ასე შემდეგ და ამ სლავური ენის სიტყვაზე იგივე ბერძნული უკაცრავად ლათინური და სლავური ენები მხოლოდ ფაქტურად ღვთისმსახურებისათვის შექმნილი შეიძლება ასე ითქვას ენები იყვნენ. სლავურ ენაზე არც არავის უსაუბრია ფაქტურად, ის არის მხოლოდ საღვთისმსახურო ენა. ხალხი ჩვეულებრივ საუბრობს სხვა ენაზე და მსახურებას ასრულებს სხვა ენაზე. ეხლა ძალიან სადამიწასავით დაცილებული ესენი არ არიან ერთმანეთთან, მაგრამ ქართველებისათვის ამ თვალსაზრისით შევხედოთ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ ჩვეულებრივ მეტყველებთ ეხლაც თუ საუკუნეების მიღმა იგივე მეტყველებით ვასრულებთ ჩვენ წირვა ლოცვას. უბრალოდ ძველი სალიტერატურო ენა გვაქვს წმინდა წერილში, თორე სხვა მხრივ ფაქტიურად ჩვენი მსახურება იგივე ქართველი კაცისთვის გასაგებია და გაუგებარი მისთვის ეგი არ არის რა თქმა უნდა. ეხლა ღვთისმსახურებას რაც შეეხება ღვთისმსახურებაში ჩვენ გვაქვს აპოკალიფსის მიხედვით შეიძლება გავაკეთოთ გამოცხადების მეოთხე თავის მიხედვით რამდენიმე საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება და მნიშვნელოვანია რომ იმის გახსენება რომ პირველი საუკუნის ბოლოს 95 წელს დაწერა თურმე იონე ღვთისმეტყველმა მოციქულმა და მახარებელმა გამოცხადება იხილა ეს უფლის მიერ გამოცხადება და დაწერა ეს შესანიშნავი ნაწარმოები რომელიც ჩვენ თითქოს გადავყავართ დროის მიღმა
და გვიჩვენებს იმას, რაც აწი უნდა მოხდეს. ანუ უფლის მეორედ მოსვლა როგორ იქნება. ახლა ნახეთ, რას ბრძანებს მეოთხე თავის მეორე მუხლში. ესე იგი იონე ღვთისმეტყველი მեղსოვლად ვიქმენ სულითა და ახლა დგას საღდარი ცათაშინა. საღდარზე მჯდომარეს არც სახელს ასახელებს და არც გარეგან აღწერილობას, მაგრამ ეს არის წმინდა სამების პირველი პირი. ხო, მოციქული მას სიმბოლოებით გამოხატავსო და საღდარს ამას ზედა მჯდომარე იყო მსგავსი ქვას ამას იასპსა და სარდიონსა და ირისე იყო გარემო საღდრის, ანუ ეს და ეგრეთვე ხილვა სამარაგდეთაი. ეს მეოთხე თავის მესამე მუხლი იყო. ეს ქვები იუდეო-ქრისტიანული, ასე ვთქვათ, სიმბოლიკით სინათლის და სრულყოფილების გამომხატველია. ირისე ცისარტყელაა, რომელიც დაუდო უფალმა წარღვნის შემდეგ ნოეს პირობა აღთქმა დაუდო, რომ მეტად ასე ის ადამიანებს კაცობრიობას აღარ დაჭირდა, საყოველთაო წარღვნა აღარ იქნებოდა. ხო, რაც შეეხება გარემოს საღდრისა, მეოთხე თავის მეოთხე მუხლში საინტერესო გაგრძელება, გარემოს საღდრისა საღდარნი 24-ნი და საღდართა მათზე და 24-მდელნი სტომარენი შემოსილნი წამოსლითა სპეტაკითა და თავთამათაზე და გვირგვინი ოქროისანიო. თეთრი სპეტაკის შესამოსელი რასაკვირველია სიმბოლურად უცოდველობის გამომხატველია, სისუფთავის და სიწმინდის სიმბოლოა, გვირგვინები ცოდვებზე მათი გამარჯვების სიმბოლოა, 24 მღვდელი ფაქტიურად იუდეო-ქრისტიანული აზროვნებით ეს არის ძველი და ახალი აღთქმის სინთეზი ერთდროულად. ძველი აღთქმის ასე ვთქვათ 12 ტომია ისრაელისა და ახალი აღთქმის 12 მოციქულია. ანუ იქაური 12, აქაური 12 ჯამში 24 გამოდის, ანუ ფაქტიურად მთლიანად ეგ არის სამეუფო სამოდელო მსახურება. გვახსოვთ ჩვენ მქონდა საუბარი ამაზე პეტრე მოციქული რო ეუბნება უკვე თავის ეპისტოლეში. მანამდე ხო ასე ვთქვათ ელოდნენ რომ ის საყოველთაო აღთქმა თუ აბრაამს რო აღთქმა დაუწესა უფალმა აღსრულდებოდა ძველი აღთქმის პერიოდში, თუმცა ძველი აღთქმის იუდეველები ამის მისაღებად მზად ვერ აღმოჩნდნენ და ფაქტიურად უკვე პეტრე მოციქული ეუბნება რომ თქვენ ხართო ერი წმინდა და თესლი წმინდა და ერი მოგებული, თქვენ ხართ სამეუფო სამღვდელო ის ხალხი, რომელზედაც აღთქმა დადო უფალმა და მართლაც ეგ არის, სწორედ ამაში იგულისხმება ახლა ეს 24 მღვდელი. რაც შეეხება, ესე იგი, ევქარისტიული შეკრება შეიძლება ჩვენ ასე წარმოვიდგინოთო, რომ ეს 24 მღვდელი მაგრამ პირველ საუკუნეს ჰქონდა თურმე გარკვეული ასე ვთქვათ დამოკიდებულება ტერმინებთან. მღვდელს ხანდახან წარმოთქვამდნენ და მღვდელში მღვდელმთავარიც იგულისხმებოდა და მღვდელიც, ხოლო მღვდელმთავარს რო წარმოთქვამდნენ, იქაც შეიძლებოდა მღვდელიც ასე ვთქვათ ეგულისხმათ და მღვდელმთავარიც. ანუ ჯერ კიდე ტერმინები გამიჯნული ერთმანეთსაგან არ იყო პირველ საუკუნეში. ხოლო უფროსი მღვდელი იყო ამაღლებულ ადგილზე, დანარჩენები მისი თანამწირველი მღვდლები, ესე იგი დაბალ ადგილზე, მის ქვემოთ ადგილზე. ეხლა რაც შეეხება კიდევ ჩანს რომ იყო 7 სანთელი, ნახეთ მეოთხე თავის მეხუთე მუხლში და 7 ლამპარი ცეცხლისანი იწვებოდეს წინაშე საღდარსა მისსა, რომელ არიან 7 იგის სული ღვთისანი. აქ სავისაო ცხადია მოციქული საუბრობს სული წმიდაზე და სული წმიდის 7 ნიჭზე. ჩვენ ხო ვიცით რომ ძველი აღთქმის ეს ტრადიცია 7 კანდელი, 7 სანთელი ჩვენ ახლა ტრაპეზზე აუცილებლად გვაქვს. ტრაპეზთან ან ტრაპეზი არის, ან მის უკან დგას 7 კანდელა, 7 სანთელას ვეძახით ასე ხოლმე, ისე კანდელში ზეთი იწვის 7 აუცილებლად, ხო? ესეც სიმბოლური გამოხატულება იმისა, რომ სული წმიდის 7 ნიჭით საზრდოობს და სული წმიდის 7 ნიჭის სულიწმიდის ნიშთა რაოდენობის ტოლფასია ახალი აღთქმის ეკლესიის საიდუმლოთა რაოდენობა. ჩვენ სხვა დროს საიდუმლოებზეც ვილაპარაკებთ, რასაკვირველია ღვთის შეწევნით 15 შეგვეწევა და ცალცალკეც და ზოგადადაც ამ სინთეზთა კავშირს კიდევ სხვა თვალით დავინახავთ. ეხლა რაც შეეხება აქ კიდევ ნახეთ ძალიან საინტერესოა, რომ წინაშე საღდრის ამის ვითარცა ზღვა ჭიქისა და მსგავსი ბროლისაო
და ესე იგი ამ სხვა ჭიქისაში ძველი აღთქმის ხელსაბანელი იგულისხმება ძველი აღთქმის მიხედვით იუდეველებს ეკრძალებოდათ როგორც ვამბობთ ჩვენ რომ ყოველი ტრაპეზობის წინ მათ იდაყვამდე ხელი საპნით უნდა დაებანათ და დაუბანელი ხელით ისინი პურს არ ჭამდნენ. გახსოვს მათ ცხოვრს ედავებიან შემდეგ აი შენი მოწაფეები დაუბანელი ხელით ჭამენ პურს და ასე შემდეგ. ეს სხვა თემაა, რასაკვირველია ეს მათთვის სავალდებულო იყო. ამ გადმოსახედით ჩვენც ახალი აღთქმის ეკლესიაში უშუალოდ ევქარისტიული მსხვერპლშეწირვის წინ ეპისკოპოსი მღვდელმთავარი აუცილებლად ხელს იბანს და სამღვდელო მსახურებაზე ეს მეორდება და სამღვდელო მსახურებაზე მხოლოდ წირვის წინ კვეთის წინ იბანს ესე ვთქვათ მღვდელი ხელს. ანუ ეგეც ფაქტიურად გამოძახილია ჩვენი ახალი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურებაში. გამოხატულია ხელბანმა. ეხლა რაც შეეხება კიდევ აქ არის რომ საგდარის წინო 4 ცხოველი არისო, სავსე წინა თვალით და უკანა თვალითაო. და აქ ფაქტიურად გამოსახულია ეს ცხოველები პირველი ცხოველი მსგავსი ლომისა, მეორე ცხოველი მსგავსი კუროსა, მესამე ცხოველს აქ უნდა პირი კაცისაი და მეოთხე მსგავსი არწივისაო. ეს 4 მახარებლის სიმბოლოა, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვიცით რომ ლომი მარკოს მახარებელია, კურო ლუკას სიმბოლოა, კაცი მათესი და არწივი იოანესი. და ცხოველებიცა და ეს 24 მღვდელიცო ყველანი მიუძღვნიან სამადლობელ საგალობელ უფალს. და აღასრულებენ ესე იგი ისინი ევქარისტიას, რასაც ხედავს იოანე ღვთისმეტყველი გამოცხადებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც ისინი თურმე ამ დროს გალობენ. და ნახეთ რა საინტერესოა, 4 ცხოველთა თითოეულს აქ უნდა 6 ფრთენი გარემოდა. შინაგან სავსე არიან თვალითა და განსვენება არა აქვს და დღე და ღამ და არამედ იტყვიანო წვიდა არს უფალი ღმერთი ყოვლისამპრობელი, რომელი არს და რომელი მომავალს არს. ესა მეოთხე თავის მერვე მუხლი. ანუ ფაქტიურად გამოვიდა რომ იოანე მოციქული და მახარებელი ხედავს გამოცხადებაში ზეციური სასუფევლის ღვთისმსახურებას, ზეცას და მას წარმოგვიდგენს აქ ასე ვთქვათ ახალი აღთქმის ეკლესიის ღვთისმსახურების ასე ვთქვათ შინაარსით. და ნახეთ რა საინტერესოა რომ 95 წელს ნახა ეს გამოცხადება და 95 წელს ესე იგი ამბობს რომ ასე გალობენ 6 ფრთით 2 ფრთით სახეს იფარავენ ვიცით სერაფები 2 სხეულს 2 დაფრინავენ და უგალობენ წვიდა და სწორედ ეს აგალობელი ეხლა რაც ჩვენ იოანე ღვთისმეტყველი რასაც გვეუბნება წვიდა არს უფალი ღმერთი მეორე საუკუნის პირველ ნახევარში კონკრეტულად 120 წელს რომის მე-6 პაპმა სიქტე პირველმა დააწესა და შემოიტანა სავალდებულო საგალობლად წირვაში. ეგ არის ეგრეთ წოდებული ლათინური ტერმინი რომ გამოვიყენოთ სანქტუსი, ანუ სამწმიდა საგალობელი. ჩვენ შემდეგ ვისაუბრებთ ამაზე, რომ ევქარისტიული კანონი, ანუ მსხვერპლშეწირვის პროცესი 5 შემადგენელი ნაწილად იყოფა და ეს 5 შემადგენელი ნაწილი პირველი არის სამადლობელი, ანუ პრეფაციო, მეორე არის სწორედ სანქტუსი, სამწმიდა საგალობელი, მესამე არის ანამნეზისი, ანუ საიდუმლოს დამადგენელი სიტყვები მიიღეთ და შამეცრუსამისგან ყოველთა შენთაგანზე ამაღლება რომ ხდება წმინდა ბარძიმ ფეშხუმისა. მეოთხე არის ეპიკლეზისი, უკვე სულიწმინდის მოწვევა და მეხუთე არის ინტერცესია, რომ შუამდგომლობითი ნაწილი. და ნახეთ, დასკვნის სახით შეგვიძლია ჩვენ ამით ასე ვთქვათ დავინახოთ, რომ პირველი საუკუნის ბოლოს უკვე 95 წელს უკვე ესე ვთქვათ ქრისტიანულ ეკლესიაში ნელა-ნელა ყალიბდება, ანუ კონტურის სახით მკრთალად იკვეთება, რომ ეკლესია ცდილობს ევქარისტიული კანონი რაღაც დონეზე ჩამოაყალიბოს, რომლის საშუალებითაც იგი შეწირავს უფალს მსხვერპლს. და შემდეგ ვეზიარებით რაც საკვირველია. ეხლა ჩვენთან ფაქტიურად ეს სანქტუსი სამწმიდა საგალობელი ერთმანეთისგან მიჯნავს სამადლობელს და
საიდუმლოს დამადგენელს, ანუ პრეფაციოს სამადლობელს და ანამნეზის საიდუმლოს მათ შორისაა მეორე შემადგენელი ნაწილია ჩვენს აღმოსავლეთ ეკლესიაში ფაქტიურად სანქტუსი. ანუ ძალიან საინტერესოა, რომ ფაქტიურად პირველი საუკუნის ბოლოს უკვე ეკლესიაში ნელ-ნელა მარტო ასე ვთქვათ პოლის განტეხვა და ასე ვთქვათ ზიარება კი არა, უკვე ნელ-ნელა მკვიდრდება წმინდა წერილის კითხვაც, მკვიდრდება ახალი აღთვის საგალობლებიც და უკვე ღვთისმსახურებაში წირვის პროცესში ნელ-ნელა იკვეთება ევქარისტიული კანონის კონტურების ასე ვთქვათ გარკვეული ფრაგმენტები, კონკრეტულად სანქტუსია ამ შემთხვევაში საუბარი. ამით ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ რასაკვირველია პირველი საუკუნის ღვთისმსახურება რა დონეზეც აქედან შეგვიძლია ამის დანახვა გამოყენებული რასაკვირველია ჩვენთან არსებული წყაროების საფუძველზე ვფიქრობთ რომ ამით დღევანდელი საუბარი დავასრულოთ და გემშვიდობებით მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის